ბრუნდებით სტუდიაში ზურა გირჩი-ჯაფარიძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთა. სტუდიაში მოგესალმებით ბატონ ზურა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. 26-ე დღე აგრძელდება პროტესტი ქუჩაში. დღეს ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ შეხვდა პრეზიდენტს, რომ დავიწყოთ საუბარი, რაზე შეთანხმდით სალომე ზურაბიშვილთან. რაღაც ვერსიები არსებობს, ამ რაზე არის საუბარი გასაგები რომ იყოს საბოლოო ჯამში გეგმა, რომელსაც ადამიანები კითხულობენ, რომლებიც მათ შორის უსწავლელზე არის შეკრებილი, ეს გეგმა არის პროტესტი ქუჩაში. სხვა გზა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები და ერთადერთი გზა ბრძოლის არის ქუჩაში ბევრი ხალხი თბილისში და არა მარტო თბილისში. საუბარი არის იმაზე, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსულ რეჟიმს მოუწევს უკან დახევა და მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასტომა. ამ შემთხვევაში მზად უნდა არსებობდეს გარკვეული ნაბიჯები, მათ შორის სამართლებრივი, რომელიც იქნება გასაგები. ჩვენთვის გასაგები იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბარია ამაზე, რომ შევათანხმოთ წინასწარ, როგორ მივდივართ სამართლებრივად ახალ არჩევნებამდე. ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის თვითონ ეს არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და ყველას გასაგები რომ ეს არჩევნები ვერ ჩატარდება ისე როგორც ჩატარდა 26 ოქტომბერს, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს არჩევნები არ იყო, 26 ოქტომბერს მოიპარეს სინამდვილეში ქართული ხალხის არჩევანი. ამიტომ სადისკუსიო საგანი არის ეს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ერთ სცენარზე შეთანხმდეს ვინმე, შეიძლება იყოს ორი სცენარი, შეიძლება იყოს სამი სცენარი. ამ წუთის მდგომარეობით ეს დისკუსია გრძელდება. ანუ საუბარი რა მოდელებზეა ბატონ ზურა, რომ დააკონკრეტოთ, იყო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, მაგალითად ნიკა გვარამია ამ ვერსიას უჭერს მხარს და ამ მოთხოვნას. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ დისკუსიის ნაწილი არის, მაგრამ ჩემი აზრით არა არსებითი იქნება ეს რიგარეშ თუ იქნება ეს ახალი სადისკუსიო საგანია, არსებობს განსხვავებული აზრები. საფუძვლები ახსენეთ, რა სამართლებრივი საფუძვლებით უნდა იყოს ეს? სამართლებრივი საფუძველი ზოგადად ახალი არჩევნების არის ის, რომ არჩევნები მიიტაცეს, ყავს რუსული რეჟიმი, რომელიც გასულია კონსტიტუციიდან, მათ შორის 78 მუხლი პირდაპირ დაარღვია, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა, მიატრიალა რუსეთისკენ და პლუს რაღაც სამი კვირის წინ ჩაიდინა ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში ადამიანების წამების დანაშაული და ეხლა თქვენი წინასწორები სწორედ მაგაზე ლაპარაკობდნენ. ამიტომ სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ რატო უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, ამას დაკავშირებით კითხვები აღარ აქვს არავის და ხედავთ, რომ გარედან თუ კი ვინმე არის დაინტერესებული, რომელიმე პოლიტიკური ლიდერია, რომელიმე დასავლური ინსტიტუტის წარმომადგენელი ამ რეგიონიდან, ამ ქვეყნიდან, ყველა ერთი მეორის მიყოლებით იმეორებს ყოველ დღე, რომ აქ არის ახალი არჩევნები ჩასატარებელი. ამიტომ მათ კითხვის ნიშნები არ არსებობს. უბრალოდ საუბარი იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ეს. მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგალითად ბიუჯეტის სამთავრობო გუნდისთვის ნდობა გამოუცხადა და პარლამენტმა იგივე ვადამდელი არჩევნები, როდესაც იყო ნახსენი. ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლება და ისინი რასაც ლაპარაკობენ, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა და მეტი არაფერი, მათ შორის ეს არხიც ეხმარება ამ პროპაგანდის გავრცელებაში. მაგას არ აქვს არანაირი შინაარსი. ხელისუფლება იმეორებს ერთი და იგივეს, უბრალოდ ჩააჭედოს ჩემი აზრით მათი დარჩენილი მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილში, რომ ვითომ რაღაცა არის ესე, როგორც შარშან რუსულ კანონზე იყო ერთი და იგივე საუბარი, რომ არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი და ერთი არგუმენტიც არ მოგისმენია და იმეორებდნენ და აჭედებდნენ ამას. ეხლა იმეორებენ იგივე. სინამდვილეში ხედავთ, რომ ნიკარაგუას და ვენესუელას გარდა ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. ნიკარაგუა და ვენესუელა არის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. სადია ძალიან სურათი. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ხვალ 19 საათზე ეს ახალი მექანიზმი იქნება გამოცხადებული და ბევრი ისეთი სიახლეა, რაც ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. შეიძლება უფრო გითხრათ, რა მექანიზმზე შეიძლება იყოს? ხვალ იქნება ეს შეთანხმება? არა, მე ვერ მოყვები მაგას, იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება საბოლოო შეთანხმება. ეს დისკუსია ვიცი რომ გრძელდება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, გრძელდება სამოქალაქო სექტორთან და გრძელდება პრეზიდენტთანაც. ამიტომ რაზეც შეჯერდება და კიდევ მეორე შეიძლება ეს არ იყოს ერთი ვერსია, შეიძლება რამდენიმე ვერსია იყოს, შეიძლება მე ის გასაჯაროდეს. მაგის არ გასაჯაროებაც კი ჯერ არ მგონია რომ პრობლემა იყოს, იმიტომ რომ აქამდე ჯერ მისული არა ვართ. თქვენ გაქვთ მოლოდინი და დარწმუნებული ხართ, რომ 29 დეკემბრამდე თქვენი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. თამარ ჩუგოშვილმაც თქვა დღეს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება კვირას და შესაძლოა პროტესტი გაგრძელდეს უფრო გრძელვადი ამ პერსპექტივაში. არა, მე ვხედავ, რომ რუსული რეჟიმის შიგნით არის გარკვეული რღვევები, ვხედავ, რომ დასავლეთიდან წნეხი სულ უფრო მატულობს და სანქციების ნაკადი გაიზრდება და ამას ჩაერთვება სულ უფრო მეტი ქვეყანა და მათ შორის ამ სანქციების ნაირსახეობებიც გაიზრდება, მაგრამ ჯერჯერობით მე ვხედავ მოცემულობას, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი უკან დაიხედეს. მას ამის უფლებას არ მიცემენ უბრალოდ რუსები. ამიტომ ჩემი აზრით რაც ხდება არის ის, რომ რუსეთი ამ წუთში ცდილობს რამენაერად, რომ საქართველოს ამბავი დაამთავროს მანამ სანამ ამერიკას შეიცვლება ოფიციალურად ადმინისტრაცია, როდესაც მოხდება მოლაპარაკებები და მოხდება ესეთი მოლაპარაკებები აუცილებლად ტრამპის ადმინისტრაციასა და პუტინს შორის საქართველოს საკითხი იყოს მოგვარებული და საქართველოს ედოს რუსეთში ჯიბეში. ამიტომ ისინი ჩქარობენ და ეხლა არიან შეტევაზე. ამიტომ ამ წუთის მდგომარეობით მე ვერ ხედავ მაგის ალბათობას, რომ ივანიშვილი დაждდეს ზურაბიშვილთან და დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა.
ქუჩაში და მეორე მხრივ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება არის თქვენი ასე ვთქვათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია? ცხადია, კი. აუცილებლად უნდა კითხოთ ამ პროტესტის პარტიულ მიმართულებაზე, იმიტომ რომ თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ბოლო დღეები აქტიურად საუბრობს, რომ პოლიტიკოსები არ უნდა დაკომპლექსდნენ, რომ აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. შეგიძლიათ გითხრათ, რა იგულისხმება ამ განცხადებებში, ანუ შეიძლება უფრო პარტიული მიმართულება გაძლიერდეს პოლიტიკურმა აქტორებმა გარკვეულწილად ამ პროცესების ხელმძღვანელობა ითავონ? არ შეგიძლიათ ნიკას კითხოთ, შეგიძლიათ დაუძახოთ და ნიკას კითხოთ კონკრეტულად რას გულისხმობდა მაგ ტექსტის უკან, მაგრამ რაც ხდება, ეგ არის ბრძოლის ერთადერთი გზა. ეს არის გაბრაზებული ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მათ შვილებს ართმევენ მომავალს და ეს ხალხი არის გამოსული ქუჩაში. ქუჩის პროტესტი ფარავს ყველაფერს და ჭამს ყველაფერს. ამიტომ არავის არ უნდა კონდეს ილუზია, რომ რაღაცა პოლიტიკური პარტიები ხა რაღაცნაირად რაღაცა არის ავანგარდში მოიქცა. პოლიტიკური პარტიების საქმე არის არჩევნების მომზადება, პროგრამების წერა, კამპანიის ჩატარება და ასე შემდეგ. ეხლა პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და ეს პოლიტიკური პროცესის ლიდერები არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღურად გამოდიან და დგანან იქ. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. ამ წუთში მე ვერ ხედავ მაგის რაიმე შანსს. მე მესვეშება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკურ პარტიებს ქონდათ რაღაცა თქვენს კოალიციიდანაც ისმის ასე. პოლიტიკურ პარტიებს თავისი საქმე აქვს და ეს საქმე არის ის, რომ ერთი რომ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია და მან ჩემი აზრით მოვიკოჭებთ და ანუ ქვეყნის შიგნით კომუნიკაციის ამბავს ჩემი აზრით და მეორე რაც არის მუშაობა საერთაშორისო ფრონტზე, სადაც ჩემი აზრით გაცილებით უკეთესად გავმართეთ მათ შორის კოორდინაცია ამ 4 პოლიტიკურმა ჯგუფმა და შედეგებსაც ვხედავთ. უნდა თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ უნდა მივიდეთ იმ დრომდე, როდესაც აი პოლიტიკური ხაზი უნდა გააქტიურდეს. აი როდის იქნება ეს დრო თქვენი აზრით? როცა რუსული რეჟიმი გაიაზრებს, რომ დაიხიოს უკან და ამ ქვეყანაში ჩაინიშნება ახალი არჩევნები. მაგ მომენტისთვის პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ მზად. მაგაზე არის ხა დისკუსია სწორად. და რა პერსპექტივაში გაქვთ აი დაახლოებით გათვლილი, რომ ხელისუფლება შეიძლება მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე? არავინ არ იცის და მაგის გათვლა ჩემი აზრით შეუძლებელია, მაგრამ ერთი რაც ვიცით არის ის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ გავიღებ არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, ამ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, ამიტომ ერთადერთი რაც დაგვრჩენილი გვაქვს, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ამიტომ დგას ეს ხალხი გარეთ ყოველ დღე. 29 დეკემბერს როგორ განვითარდება თქვენი აზრით პროცესები, იმიტომ რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა. შემდეგ რა ხდება? ნუ გააჩნია ვინ უყურებს. ჩვენი აზრით არანაირი პარაფერი არ ეწურება, იმიტომ რომ ის პარლამენტი, რომელიც ახლა არის შეკრებილი, ის არის არალეგიტიმური პარლამენტი, იმიტომ რომ არჩევნები იყო მოპარული. სამომისად იმ პარლამენტის მიერ რაღაცა მასკი შოუს მოწყობილია და იქ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევად, ასევე არის ცირკის ნაწილი. ამიტომ მას სერიოზულად არ უყურებს არავინ. თუ იმას აინტერესებს 29-ში რა იქნება, მინიმუმი შემინდა გითხრათ იქნება ის, რომ იქნება ჩვეულებრივი ცირკი და ჩვენ ნახავთ ინაუგურაციის ამბავი არის ის, რომ უნდა ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ამით მათ შორის უნდა აღიარება მიცენ და პატივი უნდა დადონ. ნახავთ რამდენი ქვეყნის ლიდერი იქნება ჩამოსული. თქვენს დაიცვით და მეც დავიცვით. და როგორი არის გეგმა, რომ თქვენ ხვდებით? გეგმა არის პროტესტი. არა, სალომე ზურაბიშვილს ის რჩება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ალბათ თქვენს გეკნებათ, რომ რასაც საჯაროდ აცხადებს, იმას საუბრობს, შეხვედრებზეც ის აპირებს, რომ გააგრძელოს როგორც ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა ამ ქვეყანაში. აი შემდგომ, როდესაც ის ამბობს, რომ რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თქვენ როგორ გესახებათ, ანუ გარკვეულწილად ოპოზიციური სპექტრი მოიაზრებთ მას აი ამ sapprotesto პროცესების ლიდერად, ანუ სალომე ზურაბიშვილის როლი როგორი იქნება? 29 დეკემბრის შემდგომ საპროტესტო მოძრაობის ლიდერობა, ამ საპროტესტო მოძრაობას ლიდერი არ აყავს და ერთხელაც რო გახვიდეთ საღამოს რუსთაველზე და ამ ხალხს დაელაპარაკოთ, მიხვდებით, რომ არანაირი ლიდერი ამ ხალხს არ ჭირდება. თითოეული ადამიანი იქ მისდგას, ის არის ლიდერი. ამ ადამიანებს შეიძლება რაღაცები კითხვები ქონდეთ, რაღაცები ბოლომდე არ ესხოდეს და მოდიოდეს და გეკითხებოდნენ და პასუხს იღებდნენ, მაგრამ ის რომ ამ ხალხს ლიდერი არ ჭირდება, ეს მათ გააზრებული აქვს. ამ ხალხს ზუსტად ესმის, რატო გამოდიან. ამიტომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილიც იქნება, შეიძლება ჩათვალოს ვიღაცა ლიდერმა, ვიღაცა თითოეული ადამიანი, რომელიც ყოველდღე კომენტარებს იძლევა, ყოველდღე იქ დგას, თან გენიალურ კომენტარებს იძლევა ხოლმე, ისიც არის ჩვეულებრივი ლიდერი. ამიტომ მე არ მგონია მაქსიმალურად დახატვა სწორი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება რაღაცა პროტესტის ლიდერი. ყველა ლიდერია ვინც იქ არის. ყველა თითოეული ადამიანი იქ ვის დგანან არიან ლიდერები. მაგრამ აი გადაწყვეტილებებზე, როდესაც არის საუბარი, გადაწყვეტილებები ხომ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიიღოს. გასაგებია, კი, გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი თვითონ რასაც ჩათვლის საჭიროდ, ისევ როგორც პოლიტიკური პარტიები მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს. ანუ მათ შორის ეს კოორდინაცია არსებობს და კიდე გავიმეორებ, საგარეო ფრონტზე თანამშრომლის სიხარისხი, რომელიც ეხლა არის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, აქამდე არასოდეს არ ყოფილა. რაც არის ძალიან კარგი. მაგის შედეგი არის ის, რომ არავინ არ აღიარებს ამათ, მაგის შედეგი არის ის სანქციები, რომელიც მოდის დასავლეთიდან.
როგორ მიმდინარეობს ახლა ახსენეთ საერთაშორისო საზოგადოება, როგორ მიმდინარეობს მათთან კოორდინაცია, ყველა ერთად პრეზიდენტი, ოპოზიციური სპექტრი არის ჩართული, როგორ ეს რომ ამაზე რომ უფრო დეტალურად გითხრათ? არაფერი მან დასახსნელი არის, ანუ რეგულარული შეხვედრები არის და არის ჩატები, სადაც ერთად ვარ და რაღაცებზე ვჯელობთ. და რაღაცებს ვათანხმებთ. ანუ არც ერთული პროცესია. და ძირითადად ხდება თქვენი ინიცირებით კომუნიკაცია, ეს რომ გითხრათ, თუ უფრო მეტწილად პრეზიდენტი არის პროაქტიურად ამ პროცესში ჩართული. არის რაღაც საკითხები, სადაც პრეზიდენტიდან მოდის ინიციატივა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც მოდის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და მე მიდის მსჯელობა, შეგვიძლია თუ არა ეს რაღაცა გავაკეთოთ ერთად, ღირს თუ არა და ასე შემდეგ და ვაკეთებთ. შეიძლება თუ არა რომ სალომე ზურაბიშვილი შემდგომში უკვე მოვიაზროთ როგორც რაზეც თვითონაც გაუკეთებია მანამდე ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე მან ახსენა ეს ერთგვარი ქოლგა რომ იქნებოდა ეს მიმდინარე ამ პროცესის მოვიაზროთ ლიდერად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებული ოპოზიციის არ ვიცი, ანუ ეხლა წეგან დამისვდე კითხვა და ხელი ვეკითხოს იმას. მინდა უბრალოდ როლი უფრო კაფეოდ რომ კიდე გავიმეორებ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი ფუნქცია, ის ამბობს რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმური ინსტიტუტად, შესაბამისად რაღაც გადაწყვეტილებები, რასაც ჩათვლის რომ იქნება საჭირო მიიღოს, ის მიიღებს თვითონ, ამ პროცესს, ამ წუთში არ ყავს ეგეთი გამოკვეთილი ლიდერები. ეს არის ქუჩაში ხალხი და როდესაც ქუჩაში გამოდის ხალხი, ეს ბუნებრივად უკეთებს ნიველირებას ბევრ რაღაცას. ამიტომ თითოეულის ადამიანი, რომელიც დგას რუსთაველზე, გამოდის ყოველ საღამოს ან ყოველ მეორე დღეს, არ ვიცი, ნახევარ საათს რო იპოვის, გამოდის და რაღაც მასში იღებს მონაწილეობას, თითოეული ეს ადამიანი დღეს არის ლიდერი. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვემზადებით არჩევნების წეխა ამ წუთში, ჩვენ არ ვაღარ პროგრამებს არ ვწერთ და ერთმანეთში არ ვართ კონკურენციაში. პროცესი, მთლიანი პოლიტიკური პროცესი არის გადასული ქუჩაში. ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის ლიდერი. მაგრამ აი არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ იგივე გიგი წერეთელმა დღეს კიდევ აღნიშნა რამდენიმე პოლიტიკურმა აქტორმა, რომ გარკვეულ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციურ სპექტრში. მაგალითად არის თუ არა უთანხმობის ერთ-ერთი თემა სწორედ ის, რომ პოლიტიკური ნაწილი, პარტიული ნაწილი უფრო უნდა გააქტიურდეს მიმდინარე პროტესტში. ეს თუ არის გარკვეულწილად უთანხმობის და აზრთა სხვადასხვაობის შეხვედრა და არც ერთი დისკუსია რომელიმე ჩატში მაგ საკითხთან დაკავშირებით, თორე განსხვავებული აზრები არის პრაქტიკულად ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელზეც შეიძლება მიდის და ეგ ნორმალურია. მაგიტო არის კარგი მრავალფეროვნება, მაგრამ ეგ საკითხი რაც თქვენ არ განხილულა არც ერთხელ. მაშინ რატომ ამბობს, აი რამდენჯერმე გაიმეორა თქვენი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამია, რომ პოლიტიკურმა კლასმა თავი არ უნდა გაიუქმოს. არ ნიკა შეგიძლიათ დაუძახოთ და კითხოთ, ხო გითხარით. არ მართლა არ ვიცი რას გულისხმობდა მაგის თქმაში, შეგიძლიათ დაუძახოთ ნიკოს და კითხოს, პრობლემა არ იქნება ახსნის თვითონ. ხო, მაგრამ ხომ გაქვთ კომუნიკაცია, ერთი გუნდის ლიდერები ხართ, ხომ როგორი ამის მოსაზრება, რატომ უწევს ამ თემაზე ბოლო დღეებში? უამრავ განცხადებას და წერ უამრავ რაღაცას არ ვიცი, რაზე გრადუს რამდენჯერ გააკეთა აქცენტი, ეგეც არ ვიცი. და მეც ვაკეთებ დღის განმავლობაში მილიონ კომენტარებს და ერთმანეთს არ უთანხმობთ ამ რაღაცებს. ეს არის კოალიცია და ეს არ არის ერთი პარტია. მე ვარ გიჩმედი თავისუფლება, ნიკა არის ახალი პარტია, ჩვენთან არის ასევე დროა, ჩვენ ვართ ცალ-ცალკე პარტიები ვართ და ცალ-ცალკე კომენტარებს ვაკეთებთ. ვართ ერთი კოალიციის შიგნით. რაღაც განცხადებას ვაკეთებთ, მაგრამ ერთმანეთს ანგარიშს არ ვაბარებთ, რომ ეს რა თქვი და ეს რას ნიშნავს და ამ შემდეგ. ამიტომ კითხეთ ნიკას რა პრობლემა არის, თქვენ ხო ყავთ ჟურნალისტები გავაგზავნეთ, კითხეთ და ახსნით თვითონ რა პრობლემაა. ბატონ ზურა, ასევე ჩვენ გვესმის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებიც, იმიტომ რომ პოლიტიკურ სპექტრს თქვენ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზეც გიწევთ გაკეთება, იმიტომ რომ ის არ მიწევს, არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარებს, ანუ ვინმე რომ მაგას საერთოდ რამე შინაარსი ქონდეს, ადამიანი არის ციხეში, არის ბევრი წელია, მოწყვეტილია ამ რეალობას და რაღაც განცხადებებს აკეთებს, რომელზეც მისი მხარდაჭერებიც ხედავენ, რომ არ არის მაინც და მაინც ადეკვატური იმ რეალობის რეალობაში ჩვენ ვართ. ამიტომ მე ზოგადად არ ვაკეთებ ხოლმე მის განცხადებებზე კომენტარებს, კაი ხანი არ გამიკეთებია. მომეკითხებიან, ვეუბნები რომ კომენტარს არ ვაკეთებ. ის გარკვეული რეკომენდაციები ამ ქვეყანაში სადაც არის ამ წუთში გვაქვს რეალობა, როცა ყავს უზურპატორი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს რუსეთის უკანარში, ქვეყანაში, სადაც სამი კვირის წინ აწამეს ახალგაზრდები, ასობით ახალგაზრდა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და პირში აფურთხებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ და არც ერთი ადამიანი არ არის დაჟილი, საერთოდ მგონია ადეკვატური საუბარი იმაზე, რას ლაპარაკობს სასამართლო პროცესზე ჩართვისას სააკაშვილი. საერთოდ მგონია ადეკვატური. მაგრამ ნახეთ, აი ის გარკვეულწილად რჩევებს, რეკომენდაციებს გაძლევთ პოლიტიკურ სპექტრს. მაგალითად დღეს თქვა რომ საჭირო არის პოლიტიკური ჯოხის გამოყენება და ამ ჯოხში იგულისხმა უფრო მეტი შეტევა, მიწოლა, გაფიცვები, ჩამოშლა რეჟიმის, აი პირდაპირ სიტყვების ციტირებას ვახდენდა. აი როგორ მოქმედებს მაშინ ეს პოლიტიკურ პროცესი ასეთი ტიპის მოწოდებები? არანაირად ჩემი აზრით. საერთოდ საინტერესო არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება, კიდე შემიძლია გავიმეორო რომ მოუყვე რა ხდება ამ ქვეყანაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებს უნდა ვლაპარაკობთ. მარტო ჩვენ კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ.
ამ სტუდიაში უნდა ეძახდეთ გომელაურს მაგალითად და ეკითხებოდეთ რატო ხდება რომ პოლიციელები იცავენ ტიტუშკებს და არ იცავენ მშვიდობიან დემონსტრანტებს ან ეკითხებოდეთ ვინ არიან ის ნიღბიანი ვირიშვილები რომლებიც დაძდევდნენ ახალგაზრდებს რამდენიმე ღამის განმავლობაში და თავპირს ალეწავდნენ და მერე გაყავდნენ და ცემდნენ და მინივენებში კეტავდნენ და გაზებს უგდებდნენ და სიცაკის სპრეის ასხავდნენ და მერე პირში აფურთხებდნენ და შემდეგ და ვინ იყვნენ ეს ხალხი რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი უნდა ეძახდეთ იმას კოკა კაციტადეს რომელიც არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის. უნდა ეძახდეთ კი რა ყოველ დღე უნდა ეძახდეთ და თუ არ მოდის მოადგილეს ეძახდეთ და თუ მოადგილე არ მოდის საჯაროდ ლაპარაკობდეთ ამაზე რომ არ მოდის და ეკითხებოდეთ რატო ხდება ესე რომ ჯერ გაზაფხულის განმავლობაში დალეწეს ხალხი და არავის პასუხი არ უგია და ეხა ადამიანები აწამეს ასობი და არავის პასუხი არ აგია და კომენტარები შემოიფარგლება რომ გამოძიება მიმდინარეობს და არაფერი არ ხდება. ეს მგონია რომ არის სინამდვილე შესაძლოა უნდა აკეთებდეს ეს ტელევიზია და ნებისმიერი ტელევიზია. ამ წუთში ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ამ წუთში კიდე გავიმეორებ ეს უზურპატორი ხელისუფლება ამ ქვეყანას მიათრევს რუსეთის უკანალში და ერთადერთი საქმე რომელიც უნდა ქონდეს ყველას არის ის რომ ამას შეეწინააღმდეგოს და მათ შორის ნებისმიერი ტელევიზიაც განსაკუთრებით ტელევიზია რომელშიც 100 სიხთით ჩვენ გადასახადს გადახდება. ბატონო ზურა 30 ნოემბრიდან 28 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბრიდან როდესაც სპეციალური ეთერის რეჟიმში ვმაუწყებლობთ ყველა იმ თემაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურ რეჟიმში რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ. თემაზე საუბარი სხვა არის ხა საუბრობთ ჩვენ წინა სტუმრები იყო და მესმის რომ ამ თემაზე საუბრობთ ისე წამებაზე იყო საუბარი. თემაზე საუბარი სხვა რაღაცა არის. კრიტიკულობა იმითი არ განისაზღვრება რამდენად მრავალფეროვანი აუდიტორია აქვს. კრიტიკულობა განისაზღვრება იმითი აკრიტიკებთ თუ არა იმას ვისი გაკრიტიკების უფლებასაც არ გაძლევენ და ქვეყანაში მაგათი გაკრიტიკების უფლებას არ აძლევენ სწორედ ამ ტელევიზიას და მაგით არ არის ეს ტელევიზია დამოუკიდებელი და დაბალანსებული და რაღაცა მიუკერძოებელი და ასე შემდეგ ასე შემდეგ. მე რაც გითხარით მაგას თუ გააკეთებთ და გაბედავთ უბრალოდ ამჯერე რომ ჩვენი მოვალეობა ბატონო ზურა კითხვები დავსვათ კითხვები უნდა იყოს კრიტიკული საქმიანი და პასუხზე ორიენტირებული. 100 მილიონს როცა იხდიან ადამიანები კითხვები უნდა დაუშვათ იმას ვისთან გასვლის მნიშვნელოვანია. გომელაური და კაციტაძე შემიძლია გავაგრძელოს სია, მაგრამ გომელაური და კაციტაძე არის ორი ვინც ყოველდღე აქ უნდა გეждდე და თუ არ მოდიან ყოველდღე მარტო ამაზე უნდა ლაპარაკობდეთ. მარტო ამაზე უნდა ლაპარაკობდეთ. ბატონო ზურა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არის რამდენიმე რა სტატუსი დაწერა თუ რა თქვა სადღაცა. არავის არ აინტერესებს ან სააკაშვილმა თქვა საინტერესოა, ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ იმ კოალიციას, სადაც არის ნიკა გვარამია და შესაბამისად. არ არის საინტერესო თქო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. საინტერესო არის ვინ არიან ის ხალხი, ვინც ახალგაზრდები აწამა. საინტერესო არის რატო არ იძიებს მაგას სპეციალური საგამოძიებო სამსახური. საინტერესოა გომელაური რა სიტყვის ამაზე, საინტერესოა კაციტაძე რა სიტყვის ამაზე. მე რას ვიტყვი? გვარამიას რაღაცა ნათქვამზე თუ სააკაშვილის სასამართლო ჩათვალე. ერთი მთავარი ოპოზიციური არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული მეორე ადგილზე გასული დღევანდელი შექმნილი რეალობის ადეკვატური არ არის. საინტერესო არის თქვენი ელექტორატისთვის პირველ რიგში, ხო? კი, და თუ რაღაცა ჩავთვლი საჭირო არის, მაგაზე შეიძლება მეთქვა. ბატონო ზურა, კითხვას მნიშვნელობა უნდა გვესმოდეს, რომ ანუ ისე ვიქცევით თითქოს რაღაცა იმაში არის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ცხოვრობ და რაღაცა ნორმალურ რეალობაში ვართ. არა ვართ ნორმალურ რეალობაში და ამის ნორმალიზება არ შეიძლება. აი კითხვა რა სიტყვის სააკაშვილის ნათქვამზე რა კომენტარს გააკეთებ გვარამიას ნათქვამზე, ეგ არის ამ რეალობის ნორმალიზება. არ ვართ ნორმალურ რეალობაში, ცხოვრობთ საგიჟეთში, ადამიანები თავს ვერ იცავენ. პოლიცია განაიარაღებს ადამიანებს და განიარაღებულ ადამიანებს ვიღაცა ტიტუშკები, ნიღბიანები ფიზიკურად უსწორდებიან და კადრები გვაქვს უკვე არაერთ დადასტურება, როცა პოლიცია გვერდზე დგას და არაფერს არ აკეთებს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ნაწამებ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. რატო არ იზიებენ და რატო ის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან სტუმრები, მათ ნაწილთან, მათ სამსაუბრობთ, კაციტაძე და დასანქცირებული გომელაური. ამ კითხვების ადრესატები და მოიყვანეთ, წადეთ და მოიყვანეთ. ადრესატები ვინც არიან ბატონო ზურა, ჩვენ მათთან ამ კითხვებს ვსვამ. გასაგებია. ბატონო ზურა, ახლა მინდა უბრალოდ თქვენთან, უდესაც ჩვენ საუბრობთ პროტესტის გაგრძელების შემდგომ ხედვაზე, მექანიზმებზე, სტრატეგიაზე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვა მთავარი ოპოზიციური აქტორების განცხადებების განვიხილოთ, რამდენად არის ერთიანობა ამ საკითხებზე. ბუნებრივია, ესეც საინტერესო არის მაყურებლისთვის. თქვენ ნაწილში ეს კითხვები არის, ხო? აი, მე მინდა კითხოთ ზუსტად, აი ზუსტად მიხეილ სააკაშვილს რომ ვახსენე, როდესაც უფრო ის საუბრობს, რომ უფრო მწვავე პროტესტია საჭირო. მაინტერესებს. ისე სააკაშვილს უბრუნდები? არა, სააკაშვილზე არა, ის გუნდი რომ ლიდერიც არის, დიახ. სააკაშვილის არ მომისმენია. სააკაშვილზე არ გეკითხებით. ის გუნდი, ის ოპოზიციური სუბიექტი, მესამე ადგილზე გასული ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ასევე არის ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი. მაინტერესებს, ერთიანი ხედვა არის თუ არა ოპოზიციურ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის, რომლებმაც გადალახეთ ბოლო არჩევნების მიხედვით ბარიერი პროტესტის გაგრძელების შემდგომ გზებსა და მექანიზმებს. აი ამაზე თუ გაქვთ ერთიანობა. პროტესტი არსებობს, კიდე შემიძლია თავიდან მოყვე, რაზეც უკვე ორჯერ ვილაპარაკე. ამ წუთში არსებობს ერთადერთი პროტესტი, ეს არის ქუჩა. ქუჩის პროტესტი შეიძლება ქონდეს სხვა ფორმები, ამ ფორმებთან მიმართებაში შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, შეიძლება იყოს რაღაცები, რაზეც შევთანხმდებით და რაღაცა გავაკეთოთ ერთობლივად, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. არაფერი კავშირი არ არის იმასთან, სააკაშვილის სასამართლო ჩართვაზე რას ლაპარაკობს.
არანაირი კავშირი არ არის მაგასთან. Საერთო კომუნიკაცია არ აქვს არავის ნაციონალური მოძრაობა ერთობა იქ არის ბევრი ადამიანი, ვინც რაღაც დისკუსიებში არის ჩართული, ზოგი რაღაცა საგარეო ფრონტზე, ზოგი საშინაო იმაში. ჩვეულებრივი კომუნიკაცია არსებობს. რაღაცებზე თავხდებით, რაღაცებზე ვერ თავხდებით. რაზეც თავხდებით ერთად ვაკეთებთ, რაზეც ვერ თავხდებით ერთობაზე, ვაკეთებთ ცალ-ცალკე. თუ აი ახალი არჩევნები დაინიშნება და ხელისუფლება წამოვა ამ კომპრომისსა და დათმობაზე. გიორგი ვაშაძემ ახსენა, რომ იქნება სპეციალური დოკუმენტი, რომ დღეს წარადგენდნენ გუშინმა ყოველ შემთხვევაში ასე თქვა, სადაც იქნებოდა გაწერილი რა წესებით, რა პირობებით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. როგორ გესახებათ, რა ვითარებაში, რა პირობებში? თუ არის ეს დოკუმენტის დონეზე უკვე მომზადებული ეს დრაფტი არის, რომელიც გუშინ წივნახე პირველად, გუშინაც იყო მაგდრავზე საუბარი, დღესაც იყო მაგდრავზე საუბარი. ჯერ არის შეჯერებული საბოლოო ვერსია, როგორც იქნება შეჯერებული საბოლოო ვერსია, ალბათ გავასაჯაროებთ. თუმცა კიდე გავიმეორებ, რომ ეგ არის მომენტისთვის, როდესაც რუსული რეჟიმი უკან იხევს, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფლდება და ქვეყანაში ტარდება ახალი არჩევნები. მე არ მგონია, რომ ჯერ მანდ ვიყოთ, ამიტომ არ მგონია, რომ ეგ დოკუმენტი ეგეთი სასწრაფო გამოსაქვეყნებელი იყოს ჩემი პირადი აზრია. არც იმაში ხედავ პრობლემას რომ გავასაჯაროებთ, მაგრამ არის ისეთი საჩქარო, ამიტომ მგონია, რომ მაგაზე სამუშაო არის კიდე. Აჩვენებს რომ განსხვავებული აზრები არის, მაგრამ განსხვავებული აზრები ჯობია შეჯერდეს, რომ ეს იყოს ერთიანი ხედვა, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ისე პრეზიდენტის. და აი არ არის ჯერ მზად, აი როდისთვის ვარაუდობთ? არა, არის მზად, რა ვიცი რა. არა, დოკუმენტი არ მაქვს. ამ დოკუმენტის გასაჯორობის რო ანუ როდის შეიძლება იყოს ის პერიოდი, როდესაც უკვე შეიძლება ხელისუფლება დათმობაზე წავიდეთ. დაახლოებით სავარაუდოდ არ იყოს. ეგ დოკუმენტი და გაწერილი ის მინიმუმ რავი, ხვალ თუ არა ზეგნების მე შემთხვევაში შესაძლებელი იქნება. მე უბრალოდ პროტესტი უნდა გაგზავნოს, უნდა დაველოდოთ, მაგრამ უნდა ვაიძულოთ შიდა წნეხით და გარე წნეხით, რომ რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხიოს, უნდა გაიაზრონ, რომ შეუძლებელია ამ ადამიანების დამარცხება, რომელიც რუსთაველზე არიან გამოსული, უნდა გაიაზრონ, რომ ეს ადამიანები არ დაიშლებიან და არც რაღაცა ოცნებები რო აქვს, რომ ეს ხალხი საცივში ჩაყოფს ახალწელს თავს და დაავიწყებათ ქვეყანაში ახდება. არაფერი ეგეთი არ მოხდება, ეს ხალხი ახალწელსაც შეხვდება რუსთაველზე. როდის დადგება ეგ მომენტი, როდესაც ისინი ჩამოიშლებიან, ან მიხვდებიან, რომ პრობლემები აქვთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება მათ შორის და მთელი ქვეყანა გამოვა გარეთ და ეგ მომენტი შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადავა ყველა შემთხვევაში, გარდაულად გადავა ეკონომიკურ კრიზისში, ეგ შეიძლება დადგეს იანვარში, შეიძლება დადგეს თებერვალში, მაგის პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ როცა დადგება ეგ მომენტი, ეს დოკუმენტი და შეჯერებული ხედვა, ეხლა როგორ ვატარებთ ამ ახალ არჩევნებს უკვე იარსებობს. და თქვენი აზრით, აი რა იქნება ის მომენტი, როდესაც თქვათ, თქვენი აზრით ხელისუფლებას უკან დასახევი აღარ ექნება, აი ეს რომ გითხრათ. ბევრი რამე შეიძლება იყოს. იმიტომ რომ აი ნახეთ მართველი გუნდის ლიდერები ამბობენ რომ სასანქციო პოლიტიკა მათზე გავლენას ვერ მოახდენს. ნახოთ. უკვე ეთყობათ როგორ ახდენს, ნევრები აღარ ყოფნით უკვე. ეგ ხო ჯერ ეს სანქციები დაიწყო ეხლა. ჯერ არ არის იმ მასშტაბზე გასული. სანქციები არსებობს კიდევ მეორადი, რომელიც გაგრძელდება და შეიძლება შეეხოთ მათი ოჯახის წევრებს და მათ ნათესავებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჯერ დასაწყისია. ლეგიტიმაციას ვერ იღებენ, არავინ ხელს არ ართმევს. დარბიან მთელ დედამიწაზე და მათხრობენ რეალურად რომ ოღონდ ვინმე იპოვონ, ვისაც ხელს ჩამოართვენ და იმას რამე რეგალია იქნება, რომ მე ფოტო გადაიღონ და ვიდეო გადაიღონ და დადონ Facebook-ს და დაბუსტონ და ხალხს არახო, თვითონ ყველაფერი კარგად არის. ბევრი ნიშნები ჩანს უკვე, რომ სერიოზული პრობლემები აქვს. ამ იზოლაციას ისინი ვერ გაექცევიან, ოღონდ ეს პოლიტიკური იზოლაცია ნებისმიერ შემთხვევაში გადაიზრდება ეკონომიკური იზოლაციაში და სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებში, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებში, რომელიც მათ შორის გამოიყენოს გარეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს. ამიტომ როდის დადგება ეგ მომენტი კონკრეტულად და კონკრეტულად რა იქნება მაგისი ტრიგერი, ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, თუ პოლიტიკური პრობლემები, მაგის პროგნოზის გაკეთება რთულია. შეუძლებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერი ესეთი რუსული ტიპის დიქტატურას აქვს თავისი რაღაცა ინდივიდუალური მახასიათებლები და არ გავს ყოველთვის არცეც, ვერ იტყვი 100%. ბელორუსია ან 100%. ვენესუელა ყოველას თავის მახასიათებლები. ქართული რეჟიმი აქ არსებული, როგორ ჩამოიშლება, არ ვიცი. ნახოთ. საერთაშორისო იზოლაციის ნაცვლად ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება. ვეღარ ამტკიცებენ. თუ ნახეთ, უკვე შეარბილეს რიტორიკა და იძახიან, რომ ჯერ ეთქვეს, რომ ნახოთ, რომ ტრამპი მოერევა თუ არა რაღაცა deep state-ო, თუ რაღაც ბოდვა, ერთი რაცა აქ ეს პროპაგანდის ხაზი და ეხლა უკვე საუბარი არის იმაზე, რომ მაინც და მაინც ორივე სცენარისთვის ზად უნდა ვიყოთო. ისეცო და ასეცო. არანაირი ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკის საქართველოსთან და ამ რეგიონთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში არ იქნება. ტრამპის ადმინისტრაცია არის ადმინისტრაცია, რომელსაც წითელი ხაზია ჩინეთი და წითელი ხაზია ირანი და ესენი არიან ხალხი, რომლებიც ერთი ჯერ ჩაეხუტნენ ჩინეთს და მეორე ჩინეთს და მეორე დე ფაქტო პრემიერი ჩასული იყო და იმ დარბაზში იჯდა, სადაც ყვიროდენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ეგ თუ გონიათ რომ ვინმე საპატიებს ამერიკა მაგას არ არსებობს ეგეთი რამე. და ბოლოს თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, ძალაში რჩება თუ არა პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული ეროვნული ქარტია, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური მთავრობის შექმნას,
ეს ძალაში დარჩება და გააქტიურდება პოლიტიკურ დღის წესრიგში? ამ ქვეყანას გარდა იმისა, რომ აქვს პრობლემები, ასევე აქვს ფანტასტიკური შესაძლებლობები, რომელიც არ ქონია არასოდეს არც ერთ თაობას ამ ქვეყანაში. 2030 წლისთვის დაგეგმილი არის ევროკავშირის შემდეგი გაფართოება, ამ გაფართოების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს და მაგის ერთადერთი შანსი არის ის, რომ ჩვენ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, 9 პუნქტი, რომელიც არის გაწეული მათ შორის ქართულ ქარტიაში, მაგის გაკეთება არის ძალიან მარტივი პოლიტიკური ნება არსებობს და ერთადერთი რაც მაგას ჭირდება, ეს არის რუსული რეჟიმის მოშორება და დამტკიცება მათ შორის ჩვენი ევროპელების, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ესეთ რეჟიმს თავზე არ დაისვავს და ეს არის არჩევითი დემოკრატია, ეგრეთ წოდებული ელექტრონული დემოკრატია, სადაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლებები. როგორც კი მაგას დავამტკიცებთ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს, იმ 9 პუნქტს შევასრულებთ და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავალ წინ და 2030 წელს ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. მადლობა ზურაგ ირჩი ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.